დღეს მოვამზადე ძალიან მარტივი სადილი და ვფიქრობ გასაზიარებლათაც ღირს. თან ვაკეთებ ძალიან ფუმფულა ფუნთუშებს, რომელსაც შემოგთავაზებ დაწვრილებით. პირველ რიგში დაგვჭირდება 1 კილოგრამი ფქვილი, დაგვჭირდება 200 გრამი შაქარი, 10 გრამი მშრალი საფუარი, ცოტა მწიკვი მარილი, 500 მილილიტრი თბილი რძე. და სულ ბოლოს დაგვჭირდება 150 გრამი კარაქი. ყველაფერს უბრალოდ ერთად ჩავყრით, აურევთ და მოვზილოთ კარგად რბილი ნაზი ცომი. სულ ბოლოს კი გადავზილოთ დაახლოებით 10 გრამი ზეთით. ძალიან კარგი ცომი გამოდის, საკმაოდ რბილიც. მოკლედ, შემდეგ უკვე დავასვამთ კარგად გაორმაგებამდე, სანამ ჩემი ცომი დაისვენებს, ამასობაში მოვამზადებ სადილს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული არაფერი იქნება, მაგრამ მაინც გაჩვენებთ. გავაკეთოთ სალათები. ეს ერთი და ეს მეორე. ძალიან მარტივია, გემრიელიც, თავისებურად სასარგებლოც. ახლა გავაკეთებ ქათმის ჩახოხბილს. ყველა სხვადასხვანაირად ვამზადებთ, ამიტომ ნუ გამაკრიტიკებთ. თუ რაიმე არ მოგეწონებათ. საოცარ გემოს, რა თქმა უნდა, კერძს აძლევს სარკოს სუნალები, რომელზეც უბრალოდ შეყვარებული ვარ. მოკლედ, მანამ ცომი ამოვიდა, ყველაფრის გამზადება მოვასწარი, პატარაც კი დავაძინე. ახლა უკვე ამოვიღებ გუნდებს. თითოეული გუნდის წონა იქნება 80-90 გრამი. რა თქმა უნდა, სურვილის მიხედვით ვაძლევთ წონა ფორმას. გადავიდან უბრალოდ საცხობ ჟარონაზე და ასეც დავასვენებ კიდევ დაახლოებით 15-20 წუთი. ახლა გავაკეთებ პატარა ჯემიან ფუნთუშებსაც. ნებისმიერი ჯემის გამოყენება შეიძლება, რა თქმა უნდა. მოკლედ, თავზე წასასვლელად გამოვიყენებ კვერცხის გულს, რძეს და ძალიან ცოტა შაქრის პუდრას. შემდეგ კი გამოვაცხობ წინასწარ გახურებულ ღუმელში. როგორც ხედავთ, უკვე დავასრულე. სადილიც მზად არის, ფუნთუშებიც მზად არის. ახლა კი მხოლოდ დაგემოვნების დრო დარჩა. მოკლედ, სულ ეგ იყო რა. თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ ჩემი გვერდის გამოწერა. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველას, უკლებრივ ყველას ჩემ გამომწერებს. ძალიან მაგარი გამომწერები მყავხართ, მართლა. ყველა სათითაოდ მიყვარხართ. თქვენ რო არა, აქამდე ნამდვილად ვერ მოვიდოდი. მოკლედ, საოცარი ხალხი ხართ. კარგი, ახლა უკვე დავასრულე, ცოტა ბევრიც მომევიდა ლაპარაკი. წავედი, წარმატებული და ბედნიერი დღე ყველას. იმედია, ცოტა მაინც საინტერესო ვიდეო გამოვიდა. გემრიელად მიირთვით.